საღამომშვიდობის ყველას, აბა როგორ ხართ? ცოტა დამაგვიანი, მაგრამ მაინც მოვედი მეგობრებო. აბა როგორ გიგკითხოთ, როგორ გესმით ჩემი ხმა? მორგანა, საღამომშვიდობის. ჩემი ხმა როგორ გესმით? ისმის ძალიანაც კარგი. აბა როგორ ხართ ჩემო ძვირფასებო, დღე როგორ ჩაიარა? მე პირადად დღეს ცოტა ისეთი რთული თუ რაღაცნაირი დღე მქონდა, თქვენთან რა ხდებოდა? საღამომშვიდობის ყველას მეგობრებო, ცოტა შემოვირდინეთ მაინც. უთქვენად მაინც არ დავიცინე. საღამომშვიდობის. მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო, უღმესი მადლობა ყველას. მესი მადლობა მორგანა, გაიხარე ჩემო ძვირფასო. მეგობრებო, დღეს არ ვიცი რაზე იქნება ლაივი, მაგრამ მაინც ვნახოთ. უღრმესი მადლობა ანშელა, გაიხარე. ანშელა ხო? დანიელი და დანელია, უღრმესი მადლობა. აპატიეთ მეგობრებო, ვერ წავიკითხე კარგად. აბა ჩემო ძვირფასებო. თქვენთან ერთად მოვამზადებ დასტებს და საღამომშვიდობისა, გაიხარეთ, არა მიშავს. თავად როგორ გიკითხოთ? მადლობა ყველას მოკითხვისთვის. უღმესი მადლობა, ჩემო ძვირფასებო, არ ვიცი თუ იცით. სამივე YouTube დამიბრუნეს. სამივე YouTube დამიბრუნეს მეგობრებო, სასწაულია უბრალოდ. ორივე იმპერიას საიტი და მე მგონი ორივე იმპერია და ჩემი YouTube-იც დამიბრუნეს. ვაი მაგათ პატრონს. რამსები აქვთ არეული მეგობრებო. გაიხარე. დანელია, გაიხარე. მეგობრებო, ხა მაინტერესებს თქვენი დღევანდელი ენერგიები. აი, დაიწია ეკრანმა, მაგრამ ნუ კარგით იყოს დაწეული. თუ არ გვინდა დაწეული. მე უფრო ვიმოძრავებ ეს ზემოდან. თქვენი ენერგიები მაინტერესებს. თქვენი ენერგიები მაინტერესებს დღევანდელი. ჩემო ძვირფასებო, დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ. გაიხარეთ, უღმესი მადლობა იუზერ. ხო, მეც გამიხარდა. მეც გამიხარდა მეგობრებო. თქვენი ენერგიები მაინტერესებს ახლა. თქვენი ენერგიები. მორგანამ მომახარა წუხელი. რომ გნახეო. როგორც კი გავედი აქედან მეგობრებო წუხელ, აღწენ YouTube-ი, არა და შუადღით ვიყავი და არაფერს არ მაჩვენებდა. მე რა მოხდა არ ვიცი, მორგანამ მითხრა რომ არისო თქვენი საიტი. სიმღერით შევედი მეგობრებო. კი ბატონო. მეგობრებო, დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ, არაფერზე არ ინერვიულოთ და ნახოთ თქვენი ენერგიები, ხო? მე ძალიან მაინტერესებს თქვენი დღევანდელი ენერგიები. სამყარო დუღს, ვულკანი ამოფრქვევაზეა მეგობრებო, იმდენად თქვენ უკვე როგორ ხართ იცი?
ამ დარდიდან იბერებით და ბოლოს ბუჰ და გასკდებით მეგობრებო, რაღაცას ითმენთ და ახეთ გასკდებით, ამოფეთქავთ. ხო, ნახეთ, გამოდან რა კარტი, აი თქვენი ეს ამოფრქვევა, ვულკანური ამოფრქვევა იქნება პროცესის დაჩქარება, მეგობრებო. ხო. თუმცა ძალიან დამსხვრეულები ხართ. თქვენი ენერგიები, რა არის თქვენი ენერგიები, როგორია? აი მე როგორ რამდენი ოცნებები გაქვთ, რამდენი გეგმები გაქვთ, რამდენი რაღაც გაქვთ, მეგობრებო. გაქვთ კი ეს თქვენში არის. წარსულის მოგონებები თავს არ განებებთ. ძალიან ბევრ თქვენთაგანს. ბევრი თქვენთაგანი ძალიან ჩაკეტილია. ძალიან დარდობთ, განიცდით, ნერვიულობთ. ხო, მეგობრებო, რატომღაც ბევრს კიდევ იმედი აქვს დაკარგული, რატომ ჩემო ძვირფასებო, რატომ, მეგობრებო, ნახეთ, პოტენციალი გაქვთ, პერსპექტივაში გაქვთ, გამოსწორება ურთიერთობის, ხო, რატომ ვთქვი ურთიერთობა, კაცო? სიტუაციის გამოსწორება, ხო, ზოგს ურთიერთობა გამოსწორდება, კი ბატონო, არ ვარ ამის წინააღმდეგი მე პირადად არ ვარ. აქ ჩემი არაფერი არ მიდის თქვენი ცხოვრება, მეგობრებო, თქვენი გადასაწყვეტია. უბრალოდ არის ნერვიულად. ხო, იყავით უბრალოდ საკუთარ თავთან სამართლიანები, მეგობრებო. ხო, საკუთარ თავს რას ერჩით, თორე თქვენ კი არავის ერჩით რამეს. საკუთარ თავს ვიშავებთ, იოცნებით, იფიქრეთ, გამხიარულდით, გალაღდით. რატომაც არა. ხო, ტყუილად არ წამომცდენია მორგანა ნამდვილად დედასპიცა. ტყუილად ესეც უნდა მეთქვა. ნუ რა ვქნა, რაც თქმელია, იმას ვამბობ. მინდა არ მინდა ვამბობ. ეხლა თქვენს დახასიათებას ვშლი აქ რა, რატომ უნდა მეთქვა ეხლა მე მაგალითად ურთიერთობა. თქვენი დახასიათებაა, მაგრამ ეთქობა საჭირო იყო, მეგობრებო, გამოსწორება. ნახეთ, თქვენ უახლოვდებით ამ ყველაფერს. პრიბლიჟენიე, უახლოვდებით. ხო. სამართლიანად უახლოვდებით, მეგობრებო. ხო. ესმის რომ დაიღალეთ, ესმის რომ რთულია, ესმის რომ უკვე ძალა აღარ გაქვთ, მაგრამ ნახეთ, დასასრული. რაღაცა ციკლის დასასრული. დამთავრდა. წარსული დამთავრდა, მეგობრებო. მეგობრებო. დამთავრდა წარსული. უნდა ელოდოთ კარგ ამბებს, სრულყოფილებას, ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს გაოცებებს. ხო. უნდა ელოდოთ. კი, ბატონო. რატომაც არა. უნდა ელოდოთ. დღეს მეგობრებო რაღაცას ვსკროლავდი და ეს მაიმუნის ფოტოები არ დამეხატა წინ და გამახსენდი ჩვენი სიმპათიური ვაჟბატონი, თუკალბატონი, ვინც მიყურებდება თქვენი სიმპათიური და თქვენი მომხიბვლელი პარტნიორი და გამეცინა მეგობრებო. ხა. გამეცინა მეგობრებო, ნახეთ, აი თქვენი სიმშვიდე, აი თქვენი სიყვარული, აი თქვენ რომ მიუწვდომელი გეგონათ. ხამზე, აი სადა. მეგობრებო, არის ნერვიულოდ. ყველაფერს აქვს თავისი დრო და ადგილი. ალბათ ასე იყო საჭირო. ხო. ალბათ ასე იყო საჭირო. თქვენი ენერგიები. გადატვირთვა უნდა გააკეთოთ ეხლა თქვენი ენერგიების მეგობრებო. აი ტელეფონს ხო გადავტვირთავთ? ხო, მეგობრებო, ნახეთ? ტელეფონს ხო გადავტვირთავთ? აი ამის დროა მეგობრებო მოსული. გადატვირთეთ საკუთარი თავი, თავდაჯერებულობა, ვერნესტ.
ხო, მეგობრებო, და ეს თქვენი ვინ ყავა მიირთვით, ვინ ჩაი მიირთვით. აი ხო ხვდებით რითი უნდა გადატვირთოთ, განიტვირთეთ, გადაიტვირთეთ, გადატვირთეთ საკუთარი ცხოვრება, საკუთარი გონება, საკუთარი ინტერესები, საკუთარი ხედვა, მეგობრებო. და ხო, საკუთარ თავს ეცით პატივი. სხვა არაფერი. კი ბატონო, რა პრობლემაა მორგანა? რა სიახლეებს უნდა ელოდოთ? ახალ წლამდე, მოდი ვთქვათ ესე, დღევანდელი ჩვენი თემაა. ახალ წლამდე რა სიახლეებს უნდა ელოდოთ? სადღაც ახლო წარსულში გქონდა ამაზე საუბარი, მე მგონი, მაგრამ არა უშავს. ენერგიები იცვლება და კიდევ გავაკეთოთ. ხო. კი ბატონო. მადლობ იდეისთვის. მენი ენერგიები. თქვენი ენერგიები არის ის, რომ მეგობრებო, ზოგადად ხო აი ნახეთ, ზოგადად როდესაც რაღაცაზე ვთქვათ დაფიქრდებით და ამ ფიქრში შეიძლება რაღაც იდეა მოგივიდეთ, მეგობრებო, ხო? ეს აუცილებლად უნდა დაწეროთ. ეს აუცილებლად უნდა დაწეროთ. თქვათ რაღაცაზე ჩაფიქრდით და უცებ რაღაცა იდეა მოგივიდათ. ან ამ ფიქრის დროს რაღაც გაგიელვათ. დაწერეთ, მეგობრებო. ჩამოწერეთ. ნახეთ? ეს мотивაციას მოგცემთ. იმ წუთასვე ჩამოწერეთ, ნიმედლენა, სიუჟე მინუტუ. იმ წუთას ადექით და ჩამოწერეთ, მეგობრებო. და ეს მიგიყვანთ ბედნიერებამდე. აი ამ დაწერაში, მეგობრებო, რაღაცას რაღაცა მოხდება. რაც თქვენ გონებას გაგინათებთ. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ისეთი რაღაცა მოხდება ამ დაწერით. თქვენს ენერგეტიკულად თქვენს სამყაროში გაუშვებთ თქვენს ოცნებას, მეგობრებო, და ეს ახდება ზუსტად. ჩემო ძვირფასებო, აი ზუსტად, აი ეს მინდოდა მეთქვა, რაც ეხლა მე აქ წავიკითხე. აი, როდესაც რაღაცას ფიქრობთ, ან დაჭდებით, ან ზიხართ, ან თუნდაც ყავას სვამთ, ან ჩაის სვამთ, მეგობრებო, ხო? რაღაცას აკეთებთ. და ჩაფიქრდებით, რაღაც უცებ იდეა მოგივათ. მეგობრებო, ან რაღაც სურვილი გაგიჩნდებათ. რაც არ უნდა აზრი და იდეა მოგივიდეთ. აი, აიღეთ უცებ პასადაფურცელი, დატოვეთ ის საქმიანობა და აიღეთ პასადაფურცელი და ჩამოწერეთ, მეგობრებო. ეს მოგცემთ мотивაციას. იმ წუთას ჩამოწერეთ, მეგობრებო. და აი ზუსტად ეს რო დაწერთ, ეს იქნება ერთ-ერთი. მოიცადეთ რა ქვია ამას. მეგობრებო, ერთი წუთით, ეს არის აფირმაცია სამყაროში გაშვების და იმ ყველაფრის მოზიდვა ენერგეტიკულად იმ იდეის სრულყოფილებაში მოყვანა სამყაროსთან გაშვება, აი ზუსტად, აი ეს იქნება თქვენი სასწაული, მეგობრებო, მოდი ასე ვთქვათ. ნახე, გადაატვირთვა, რა ვთქვი წეღან? გადაატვირთვა. ნახეთ, მეგობრებო, რა წერია? გადაატვირთვა. რაღაცა, ისეთი რაღაცა მოხდება, ჩემო ძვირფასებო. სასწაული რო ვთქვათ. აი ესეთი რაღაცა უნდა გააკეთოთ. ხო. კი, მეგობრებო, ამდვილად. ნახეთ, ოღონდ ეს არავის არ უთხრათ. ეს არავის არ უთხრათ, ნახეთ, თქვენი გათავისუფლება, ეს არავის არ უთხრათ, მეგობრებო. ესეთი რაღაცა თქვენ რასაც ჩამოწერთ, იქ არც არავის უთხრათ, არც არავის აჩვენოთ. იცით რატომ? ეს თქვენი იდეა, რასაც დაწერთ, სხვამ არ მოიპაროს, რო იტყვიან ენერგეტიკულად, ამის თქმა არ შეიძლება. ხო. ამის თქმა არ შეიძლება, მორგანა, არაფრით არ შეიძლება. ზოგადად თქვენი იდეები, თქვენი გეგმები, მეგობრებო, არავის არ უნდა გაუმხილოთ. ამას ვამბობ კარგა ხანია. ხო.
არავის არ გაუნხილოთ მეგობრებო. აი ესეთია თქვენი ხო არავის არ უნდა უთხრათ ჩემო ძვირფასებო. ესეთია თქვენი ენერგიები. დამუნჯდები, რა თქმა უნდა. მუნჯი უნდა გადაყლაპო. მორგანა, იცი ესეთი ხუმრობა, მუნჯი უნდა გადაყლაპო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, დღეს ცოტა სევდიანი მქონდა, მაგრამ მაინც არ აუშავს. საღამო მშვიდობის ნინა, მოგესალმები. ყველას მოგესალმებით მეგობრებო, უკლებლივ. ძალიანაც კარგი გადაყვახე. ჩვენი დღევანდელი, ნახეთ რა კარგი აქვს რამოდან. დავტოვებ ამას. იყოს ეს აქ. ძალიან ლამაზი ფოტოა და იყოს. არ ვიცი თუ ხედავთ, მაგრამ იყოს. ჩვენი დღევანდელი თემა არის, რა ვთქვით? სამი თვის ხო, რას უნდა ელოდოთ? რას უნდა ელოდოთ? და დავწეროთ, თორე კიდე დამავიწყდება. რას უნდა ველოდოთ? ახალ წლამდე. აი ასე, ჩვენი დღევანდელი თემა მეგობრებო. არანაირი პარტნიორის ენერგიები მეგობრებო. არანაირი, აი ესე გადავატრიალებ ნახევარს და გადავურებ მეგობრებო. ხო, რას სიახლეებს უნდა ველოდოთ? ზუსტად მასე დავიწერე მორგანა. მეგობრებო, ზოგჯერ შეგიძლიათ მომაწოდოთ სათაური იდეა, რაზე გავაკეთოთ საჯარო ლაივი. ხო, შეგიძლიათ იდეა მომაწოდოთ მეგობრებო, რა პრობლემაა? კომენტარებში დაწეროთ, ეხლა ამ ვიდეოს როდესაც ავტვირთავ, ნაწყვეტი იქნება თუ უწყვეტი მეგობრებო. შეგიძლიათ მიაწეროთ იქ, ვისაც სურვილი გაქვთ, მომდევნო სასურველი თემა ლაივის. იქ დაწერილი თუ გინდა 10 ადამიანს გქონდეს სასურველი თემა, 10-ს გავითვალისწინებ, რიგრიგობით ოღონდ. რიგის და მიხედვით გავითვალისწინებ მეგობრებო, ისე რომ საწყენად არ იქნება. აი რო ამოვწურავ იმას, მომდევნოს მერე გავითვალისწინებ და აი ასე. ხო, ის ამოვწერ რეულში ფურცელზე და ვიყვებით ნელ-ნელა. მოკლედ, დავიწყოთ ახლა. მეგობრებო, ერთადერთი რაც უნდა ჩავიფიქროთ, ის არის, რომ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ. ზოგადად, მოდი ახალ წლამდე, რაღა დარჩა, ხო? ახალ წლამდე. დავიწყოთ. მეგობრებო, უყურეთ, რას უნდა ელოდოთ. ადამიანები, ერთი ადამიანი არა, ზოგადად ებს ვიტყვი, მრავლობით შევიტყვი. ადამიანები, რომლებმაც ძალიან უპატიოსნოდ როლი ითამაშეს თქვენს ცხოვრებაში, უნდობლობა გამოიწვიეს, ადამიანებს, რომლებმაც არასწორად გადმოკვეთეს თქვენი საზღვრები, ადამიანებმა, რომლებმაც აი, მოდი ასე ვიტყვი, ბევრი მეგობარი თუ პარტნიორი, მეზობელი, ნათესავი, დედმამიშვილი არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო ის, თუ ისინი, ეს ადამიანები თქვენი ცხოვრებიდან წავლენ. მეგობრობის გაწყვეტა, ურთიერთობის გაწყვეტა, უპატიოსნობა და გაწყვეტა. ეხლა მაგაზე პასუხს არ გაგცემ, ჩვენ გვაქვს საჯარო. ჩემო ძვირფასებო,
ამ წუთას კითხვებზე პასუხი არ მაქვს. რამდენიც გინდა იმდენი აკოპირე. მარიამი. თუ გინდა 10,000 ჯერ დააკოპირე. საჯაროა ჩემო კარგო. მოკლედ, გავაგრძელებ მეგობრებო, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ახალ წლამდე. ხა. შეუსაბამო ადამიანების წასვლა თქვენი ცხოვრებიდან. შეუსაბამო სიტუაციიდან გამოსვლა. კიდევ სიფრთხილით მიუდგებით ყველაზე ყველაფერს. აქამდე თუ ყველას ენდობოდით, მეგობრებო და მოტყუებული რჩევოდით და დარჩით. ანუ თუ იყო მარტო სხვისგან მოთხოვნები, თქვენ ეხლა ამ ყველაფერს შეამცირებთ. ზოგადად რას უნდა ელოდოთ? ელოდოთ უნდა იმას, რომ ადამიანები წავლენ თქვენი ცხოვრებიდან. ის ადამიანები, ვინც განვითარებაში გიშლიდათ ხელს, ის ადამიანები, ვინც თქვენს ცხოვრებაში უკვე აღარ მუშაობს დადებითად, ადამიანები, რომლებიც უკვე გტოვებენ წარსულში და წინ წასვლის საშუალებას არ გაძლევენ, განვითარებას არ გაცდიან, მატერიალურად კარგად ყოფნას არ გაცდიან, აი ენერგეტიკულად უკან გხევენ, ესეთი ადამიანები მიდიან თქვენ ცხოვრებიდან. ეს მოხდება ზუსტად ახალ წლამდე, იმიტომ რომ ამ წელს უნდა დასრულდეს ეს პროცესი, რადგან იმ წელსში მეგობრებო აღარ უნდა გადაახვიდეთ იმათთან ერთად თქვენ. აი ასე, მომეწონა პასუხი. 5 კარტში იყო ეს ყველაფერი. ხო, აი თქვენ იცით. არტისტული ადამიანები. ადამიანები, რომლებიც თამაშობდნენ იმეორებს კარტი, უპატიოსნო თამაში თქვენ ცხოვრებაში. ვინ სკანდალები მოგიწყოთ, ვინ დანაკარგებში შეგიყვანათ, ვინ უპატიოსნობა გამოიჩინა, ვინ თავი დაგაკარგვინათ, ვინ წაგაგებინათ, ვინ რა წაგართვათ და ვინ რა მეგობრებო, ხო? ეს ყველაფერი ინტრიგები, ჩახლართული, მოხლართული, მიხლართული ამბები, ნახეთ უბრალოდ დანაკარგები, ხო, ეს ყველაფერი მიდის. მიდის მეგობრებო. ძალიან კარგია რომ მიდის. ესა სიახლეები. კიდევ რა სიახლეები? კითხვებზე პასუხი არ მაქვს. ეხლა რასაც ვსაუბრობ, მიიღეთ საკუთარ თავზე. თითოეულმა თქვენთაგანმა. რა შემოვა თქვენ ცხოვრებაში, ამასაც შევეკითხები, ეს იქნება ყველას. რა შემოვა თქვენ ცხოვრებაში? ამოვარდნილი კარტი. დიდი ბოდიში ახლა ხვალ რა გელოდება და აგიწყობ ახლა ამ საღამოს ცხოვრებას. ამეღამ რა გელოდება ხო არ გინდა გიპასუხო ჩემო კარგო. ანდრიუშა. ამეღამ რა გელოდება ხო არ გინდა გითხრა. ხა, ხო არ გინდა რომ გითხრა ამეღამ და ვისთან რა გელოდება ისეც გითხრა. არა უშავს. დავიცინეთ. კარგით, გავაგრძელებ ჩემო ძვირფასებო. კიდევ რა სიახლეებს უნდა ელოდოთ? სიახლეები. რა მოხდება კიდევ ახალ წლამდე თქვენ ცხოვრებაში? საკუთარ თავზე გადაერთვებით მეგობრებო. აქამდე თუ არ ფიქრობთ საკუთარ თავზე, საკუთარი თავისთვის არც ნაბიჯებს დგამდით, არც სურვილები იყო თქვენთვის, არც მომავალი იყო, არც არაფერი იყო თქვენთვის, არაფერი არ გემეტებოდათ მეგობრებო. აი ზუსტად. ეხლა დადგა მაგის დრო. ხო, ცვლილებების დრო. ეგოისტი გახდებით მეგობრებო საკუთარი თავის. საკუთარ თავზე იფიქრებთ. ცალმხრივი გრძნობა, ცალმხრივი პატივისცემა, ცალმხრივი სიყვარული. თქვენ თავზე გადაერთვებით. რა გინდა ახლა? აგე უკრაინელი
ის ეგენი შემოვიდა ჩემთან. აბა შენ იცი ძამა? შენ ანდრიუშა კი ხარ და იმას რა უშა უწერია კი ასაინტერესო. ძალიან გთხოვთ მეგობრებო, ცუდად არ გამიგოთ. მიყვარს ხუმრობა, საღამომშვიდობის ანა მარია. ანდრიუშა ზუსტად უკრაინელი სახელია. ძამა, ძამა, კიდევ ამოვარდა, ნამეტარი გინდა ეთყობა და აბატონო. არ გოუშვა, მაი, უკრაინელი. ჩამაბრუნო უნდა კიდე კაცო. ინდა ისეთ დროს ამოვიდეს იმას კითხვას რომ დავსვა. საღამომშვიდობისა, ანა მარია. კარგით, ჩემო ძვირფასებო. კიდევ რა შემოვა? რა სიახლებს უნდა ელოდოთ? რა სიახლებს უნდა ველოდოთ? რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ? რა სიახლებს? არ დააგვიანი ანა მარია. მეგობრებო, რას უნდა ელოდოთ? უნდა ელოდოთ ადამიანს. და კიდევ მეორეა, თუ კი სადმე წასვლას ფიქრობთ, წახვალთ ან წადით. ბევრ თქვენთაგანს გამგზავრება უყვარს, მგზავრობა უყვარს. და ბევრი თქვენთაგანის ცხოვრებაში, რადგან სათაური ესეთია, რა სიახლებს უნდა ველოდოთ, უნდა ველოდოთ ადამიანის შემოსვლას თქვენ ცხოვრებაში, მოახლოებას, მისგან მოახლოებულ ამბავს, ფორტუნა, იղბალი. ახალ ამბებს უნდა ელოდოთ მეგობრებო უახლოეს მომავალში. ძალიანაც კარგი. კიდევ რას უნდა ველოდოთ? რა სიახლებს უნდა ველოდოთ კიდევ? მეგობრებო, რატო ნერვიულობთ? რას ნერვიულობთ? რატომღაც ნერვიულობთ ადამიანების საუბარს, ენისმიტან მოტანებს. ამას ფიქრობთ. არ იფიქროთ ამაზე, ვისაც რა უნდა იმას იტყვის ყოველთვის. ხო და რაც უნდებიან ის თქვენ. ამაზე თქვენ არ ინერვიულობთ. არა, მეგობრებო, იყავით ყოველთვის ბალანსში. ყველაზე კარგი საშუალება. ხო. არაფერზე არ ინერვიულოთ. აი ესე იყავით მეგობრებო. აი ესე, გააგრძელეთ თქვენი ცხოვრება, მიყევით ცხოვრების დინებას. ძალიანაც კარგი. განოლდება მოკლედ ერთი სიტყვით რაღაც თქვენი წარსული. გარისკავთ ბევრი თქვენთაგანი რომ ცხოვრება გააგრძელოთ ნულიდან, სუფთა ფუცლიდან, მითუმცა არაფერი ყოფილა. კი, და ძალიანაც კარგია. რა სიახლეები? რა სიახლეები? რა სიახლეები და რაღაცა სიახლებს ელოდებით, სურვილების ასრულებას უნდა ელოდოთ. უნდა ელოდოთ ადამიანის შემოსვლას თქვენ ცხოვრებაში, რომელიც შემოგთავაზებთ დახმარებას, გვერდში დგომას, საჩუქრებს, აი რაღაცას. შეიძენთ მეგობარს. ეს შეიძლება იყოს რა თქმა უნდა, ანა მარია, დედას გეფიცებ თუ არ ჯობდეს კიდე. მეგობრებო, გაიცნობთ ადამიანს, ეს შეიძლება იყოს ინტერნეტ ნაცნობობა, რომელთანაც გეკნებათ ძალიან კარგი მეგობრული ურთიერთობა. ყურადღებას ვამახვილებ, მეგობრული ურთიერთობა. ხო. კიდევ. რა სიახლებს უნდა ველოდოთ? უახლოეს მომავალში, ახალ წლამდე. მეგობრებო, ნახეთ რა სასწაულად საუბრობს კარტი. ადამიანი ვიზეც ხართ დამოკიდებული, ეს შეიძლება იყოს ადამიანი, სამსახური, გარემოება, ფინანსები, ვის რაზე ხართ დამოკიდებული მეგობრებო? ოჯახის წევრებზე, დედმამაზე, ვინ ეწევა, ვინ თამაშობს, ვის რა გიყვართ, ანუ ყველა ჩამოვთვალო მინდა, მაგრამ ახლა უცებ ყველა შეიძლება ვერ გავიხსენო.
ხო, ამ ყველაფრიდან შორს დადგებით. სხვაგან გაიხედათ, აი ამ მავნე ჩვევებს რო იყვიან, დატოვებთ. კიდევ. ხო. ძალიან რთული იქნება, მაგრამ მაინც დატოვებთ. ხო, აი მოკვეთავთ. მოკვეთავთ, რაც თქვენთან აღარ მუშაობს და აღარ უნდა იმუშაოს. რა თქმა უნდა, მორგანა, გეიხარე, გეიხარე. ზუსტად. არა, უბრალოდ მე აქ დავინახე უფრო მეგობრული ურთიერთობა. ამ ხანაგები მეგობრები. ხო, მერე რა. ერთ კარგ მეგობარს შეიძენთ და რა პრობლემაა? უახლესი სიახლეები, ახლა მომავლის სიახლეები. მეგობრებო, ბევრი თქვენთაგანი აღმოაჩენთ მანიპულატორ ადამიანს თქვენ ცხოვრებაში, ანუ ვიღაცაზე, ვიზეც საერთოდ ვერ იფიქრებდით, ესეთ ადამიანს აღმოაჩენთ თქვენს ირგვლივ, რომელიც არის მანიპულატორი. აი, ამასაც გაიგებთ კი. ეს რა არის? ხო, რომლიდანაც იქნებით გულგატეხილი, ეს იქნება სიახლეები თქვენთვის, ამას თქვენ არ ელოდებით. პირით აქ ღია რო იყვიან. თქვენს ირგვლივ ვიღაცა ისეთ ადამიანს აღმოაჩენთ, ვისგანაც არ ელოდებით ესეთ რაღაცას. სამწუხაროდ. ხო, აი ისეთ ადამიანს აღმოაჩენთ, რომელიც თურმე გატყუებდათ მეგობრებო. ეს შეიძლება იყოს 21-დან 35 წლამდე ადამიანი. ახალგაზრდა ადამიანი. ხო, მამაკაციც შეიძლება იყოს და შეიძლებაც და იყოს ქალბატონიც არ გამოურიცხა, ნუ ვისთან როგორ. ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს მესაკუთრე, თუ ეჭვი გაქვთ ვინმეზე. ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს შავგრემანი, ბლანჟიანი, აი ესეთი გამომეტყველების ჩემო ძვირფასებო. მაღალი ადამიანი, რომელიც შეიძლება ხშირად იჯდეს, ზის, ისეთი ან ხშირად კომპიუტერთან იჯდეს, ან მაგიდასთან იჯდეს, ან ისეთი სამსახური კონდეს, რომ იჯდეს. ხო. ესეთი ადამიანიდან პირდაღებული დაგჭებით, დაიჭირათ რაღაც არასწორ საქციელში. მამაკაცი. ბევრთან მამაკაცი. რა ვქნათ? კი ესეთი რაღაცებიც ხდება ცხოვრებაში. კიდევ რა მოხდება უახლოეს მომავალში? ბევრი თქვენთაგანი რაღაც ახალ ინტერესებს გამოიჩენს, სიახლეების დაწყება მოგინდებათ, რაღაცის შეცვლა მოგინდებათ, ცხოვრების სტილის შეცვლა, ვინ სტილს შეიცვლის, ვინ იმიჯს შეიცვლის, ვინ გარემოებას შეიცვლის, ვინ ადგილსამყოფელს შეიცვლის, ქვეყანას შეიცვლით, ქალაქს შეიცვლით, თმის ფერს შეიცვლით, ანუ ტრანსფორმირდებით მეგობრებო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ისეთი სხვანაირი იქნებით, რაღაცა შეიცვლებით მეგობრებო. კიდევ მეგობრებო. რა მოხდება ახალ წლამდე? ხო, დაბრკოლებები, გეუბნებით. ვიღაცასთან აქ ხდება დაშორება ურთიერთობის გაწყვეტა და დასასრული. აი ხო გეუბნებით ის, რაც თქვენთან აღარ მუშაობს, შეიძლება იყოს პარტნიორი, შეიძლება იყოს ურთიერთობა, შეიძლება მეგობრობა, აი რაღაც რამაც მეგობრებო
თქვენში გამოიწვია ძალიან დიდი დაბრკოლებები თქვენ ცხოვრებაში. ხო გეუბნებით, ის რაც უკვე აღარ მუშაობს. ხო, აი ეს ყველაფერი შეიცვლება, დასრულდება. აი ხედავთ ხო? ხედავთ ხო, მეგობრებო? ხო. მოკლედ, ერთი სიტყვით რო ვთქვათ. ყველაფერზე ვაბულობთ პასუხისმგებლობას თქვენ თვითონვე თქვენი ხელით. თქვენ ცხოვრებას, თქვენს მომავალს, თქვენს ფინანსებს, თქვენს სამსახურს, ყველაფერს თქვენ თვითონვე იღებთ სადავეებს ხელში და გაუყვებით აი ამ ყველაფერს. ძალიანაც კარგი. რა სიახლეები უნდა შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში? რა არის ის, რაც თქვენ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის? მოდი ახლა ესე დავსვათ კითხვა. რა არის ის ცვლილება, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენ ცხოვრებას? რა არის ის ცვლილება? წასვლა, სახაციდან წასვლა. ვიღაცამ რაღაცა უნდა დატოვოთ. ვიღაცა სახაციდან უნდა წახვიდეთ. ვიღაცამ, აი ხო გეუბნებით, ადგილი გამოიცვალოთ, ურთიერთობიდან წახვიდეთ, გარემოებიდან წახვიდეთ, სიტუაციიდან წახვიდეთ. აი იმ ყველაფრიდან წახვიდეთ, რაც უკვე თქვენ აღარ გიწყობთ განვითარებაში ხელს. რაც თქვენ გიკეტავთ ფინანსებს, მეგობრებო. სტაბილურობაში შეხვალთ. აქედან წასვლით შედიხართ სტაბილურობაში. ძალიანაც კარგი. კარგით. რა არის ის ყველაზე დიდი ცვლილება, ის დიდი ყველაზე ღმერთო მეგობრებო ენადანება. რა არის ის ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც თქვენ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის, მეგობრებო. რა არის ის? თუ კი ვინმეს გინდათ რაიმე კომერციული საქმიანობის წამოწყება, მეგობრებო, რაიმე ბიზნესის დაწყება, რაიმე თქვენი საქმიანობა, აი თუ კი ვინმეს გააქვთ რაღაც მოლაპარაკება გადაწყვეტილი ბიზნესთან დაკავშირებით, აი ყველაფერი, რაც კომერციულობაში შედის, ბიზნესში შედის, ეს მოგიტანთ ყველაზე დიდ მნიშვნელოვან სიახლეებს, მეგობრებო. ძალიანაც კარგი. ხო, მეგობრებო. თუ კი შეეხება კიდევ პარტნიორულ ურთიერთობას, იქ დავინახეთ ჩვენ, რომ რაღაც ახალი შემოდის. შეიცვლება პარტნიორული ურთიერთობა. თქვენ დადგებით გადაწყვეტილების წინაშე. გადაწყვეტილება მდგომარეობს იმაში, რომ მეგობრებო, ერთი წუთით. ხო, ნახეთ რა ხდება. ვიღაცასთან დაბრუნდება წარსული ადამიანი, რა მოხდება ახალ წლამდე? გამოჩნდება ადამიანი, რომელიც, მეგობრებო, შეიძლება ბევრთან იყოს რაღაც ფორმასთან ფორმიანი ადამიანი, რომელთანაც ახლა არაფერი არ გაქვთ, რომელთანაც ახლა კოშკი გაქვთ, ეს ადამიანი ევედრება უფალს ამ ურთიერთობაში დაბრუნებას, პარტნიორობა და კავშირი. ანუ ამ ადამიანს, მეგობრებო, ამ ადამიანის დაბრუნებას ელოდეთ. ბევრთან იქნება ისეთი შემთხვევა, რომ ძველი პარტნიორიც გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში ამ ახალთან ერთად და უყურეთ თქვენ დადგებით გადაწყვეტილების წინაშე. შეხვიდეთ ახალ ურთიერთობაში თუ წარსული დაიბრუნოთ. ეხლა ეს თქვენი გადასაწყვეტია, ვინ სად დაბრუნდებით და ვინ რას აირჩევთ, მეგობრებო. მე არ დამაბრალოთ. მე არაფერი დამაბრალოთ. თუ გინდათ წარსული, მოვა წარსული, თუ გინდათ ახალი, მოვა ახალიც. ხო. რა მოხდება
საჯაროა, მაინც გავითვალისწინოთ მეგობრებო. რა მოხდება უახლოეს, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში. მეგობრებო, თუ კი ოჯახი გაქვთ, ეხლა ყურეთ რას ვიტყვი. ვისაც ოჯახი გაქვთ. მეგობრებო, ვისაც ოჯახური პრობლემები გაქვთ, ვისაც არეულდარეულები ხართ. ყურეთ რა ხდება ეხლა. ბევრი თქვენთაგანი ამ ოჯახს დაასრულებს. აქ ვხედავ უთანხმოებას, აზრთა ჭიდილს, მერე რა რო ოჯახია, მერე რა რო ოფიციალური ცოლ-ქმარი ხართ, მერე რა რო შვილები ყავთ. როდესაც აღარ მუშაობს ეს ურთიერთობა უნდა დასრულდეს და დასრულდება მეგობრებო. ორგანა ეს შენთან თუ არ გაქვს, ეს შენზე არ უნდა მიიღო ჩემო კარგო. აგი მივა მის ეს ინფორმაცია უკვე მისულია მის ადრესატთან. ხო. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, რამდენადაც არ უნდა შორიდან უყარაულოთ თუ უყუროთ და ანუ ამ ურთიერთობას შორიდან უყურებდეთ და უთვალთვალებდეთ მეგობრებო, დასასრულებელი მაინც დამთავრდება. ასე რომ ეს გამორიცხულია. ხო. კარგით. კიდევ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ. ხო, ეს უბრალოდ იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ იქნებ ვინმეს აინტერესებდეს და აქ არ დაწეროს, რომ თუ დავამთავრებ ამ ოჯახს, თუ წავალ ამ ოჯახიდან, თუ დასრულდება ჩვენი ურთიერთობა, ბევრს უნდა ურთიერთობის დასრულება და პასუხია ზუსტად აი აქ, რომ თქვენი ურთიერთობა დასრულდება, ვისაც ამის სურვილი გაქვთ. კი ბატონო, განთავისუფლდებით ამ ურთიერთობიდან. სამართლიანად. ხო. გულწრფელად, ვისაც უნდა ამ ოჯახიდან წასვლა, წავა. თუ კი აინტერესებდა, თუ კი ბატონო, წავა. კიდევ რა მოხდება, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ. ვისაც არ გქონდათ სამსახური, აუცილებლად იშოვიან სამუშაოს. მეგობრებო, თან ისეთ სამსახურს იშოვით, ისეთი დასაქმებულები იქნებით, რომ თავის ასაწევად არ გეცლებათ. ესეც ვიცი, რომ ბევრს აინტერესებს. კი ბატონო, მე მაინტერესებს მაგალითად აი ეს სიტუაცია, ახლა მაინტერესებს ძალიან. ძალიან მინდოდა რომ მომესმინა. ხო. ვისაც გონდა კიდევ ამ სამსახურთან დაკავშირებით იმედი გაცრუებული, ან ვერ ვიშოვი, ან ვეღარ ვიშოვი, ან აღარ არის. არა მეგობრებო. ყველაფერი გექნებათ, არი ნერვიულოთ, ხო, ახალი სამსახური გექნებათ, ახალი სამუშაო გამოგიჩნდებათ, ან გამოიცვლით ბევრი თქვენთაგანი, კი მეგობრებო. არი ღელვოთ ამაზე. აუცილებლად გექნებათ. ცვლილებები, თუ ვისაც ცუდად გააქვთ ეხლა რაღაც სიტუაცია, ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ. მეგობრებო, ისევ დადგებით ფეხზე, აი ხო გეუბნებთ, უკეთესობისკენ შეიცვლება. ყველაფერს მიაღწევთ, არი ნერვიულოთ. თქვენი შრომით მართალია, მაგრამ ეს გერჩიოთ. გარდამავალი პერიოდი გაქვთ ახლა, თუ კი გაქვთ სტაგნაცია ეხლა მეგობრებო და არსაიდან არაფერი არ გაქვთ და ვერაფერს ვერ ხედავთ, იცოდეთ რომ ეს არის სტაგნაცია. ეს არის ერთი ეტაპის დასასრული, დასრულდა და ეხლა თქვენთან დაიწყება სიტუაციის გაუმჯობესება. ნახეთ რა წერია კარტს. ყველაფერს მიაღწევთ, არი ნერვიულოთ, მეგობრებო. დადგებით ფეხზე. თუ გძნობთ ეხლა დაუფასებლობას, ამ ყველაფერს გადალახავთ. წასასვლელი რო ხართ რაღაციდან, ვიღაციდან და აქამდე ურჭოფობდით მეგობრებო. ხო, უნდა წახვიდეთ. ეს გაბრკოლებთ, იცოდეთ.
უნდა იბრძოლოთ ამ ყველაფრისთვის. ბევრი რამე ჩვენზეც არის დამოკიდებული. ჩვენ თუ არ შევცვლით, ვიქნებით ასე. ეხლა მე თუ არ შევცვლით ჩემს სამსახურს, აქ ვიძაღლებ. მე პირადად ვიძაღლებ და არ მაქვს სურვილი რომ ვიძაღლო, არ შემიძლია მეგობრებო. მე ამ სამსახურიდან წასვლას ვფიქრობ. კი. იმედი მაქვს ახლო მომავალში, თუნდაც უმუშევარი დარჩე, მაინც უნდა წავიდე. ეს არ არის ჩემი ადგილი რომ იტყვიან. ხო, მეგობრებო, აღარ მოქმედებს უკვე არც ეს ცოლქმრობა, არც ეს სამსახური, არც ეს მეგობრობა, არც ეს ურთიერთობა, არც ეს გარემოება აღარ მუშაობს, მეგობრებო. ამას უკვე ძალა აღარ აქვს. აი, ესე რო ყოფილიყო კი, მაგრამ აი ესია, მეგობრებო. ყველაფერი იცვლება. всё. რა შეიცვლება? ღამის უძილობა თუ გქონდათ, მეგობრებო, ახლა აღარ გეკნებათ უძილობა. პასუხისმგებლო პარტნიორი თუ გყავდათ, ეხლა გეყოლებათ პასუხისმგებლიანი. თუ კი თქვენ გინდოდათ რაიმეზე პასუხისმგებლობის აღება, მამაკაცებო, თქვენ აიღებთ პასუხისმგებლობას. კი. აქამდე თუ ვერ ახერხებდით, მეგობრებო, მამაკაცებო, რაიმე გიშლიდათ ხელს, ხელი შემშლელი ფაქტორები იყო, ეს სიტუაცია გამოგისწორდებათ, ასე რომ ისევ დადგებით ფეხზე, ისევ ბევრი მიღწევები გექნებათ, ისევ დაიბრუნებთ იმ თქვენს ავტორიტეტს, ისევ იქნებით ლიდერები, ასე რომ არ ინერვიულოთ. ეს ყველაფერი ალბათ იყო საჭირო. რაც აქამდე არ ხდებოდა, მეგობრებო. პრობლემები, ეს ყველაფერი შეიცვლება. არი ფიქრობთ ის, რომ რაიმე არ განხორციელდება. თქვენს გეგმებზე უარი არ თქვათ. ბევრი თქვენთაგანი ფიქრობს, არ მაკმაყოფილებს ის, რაც მაქვს, არ მომწონს ის, რაც მაქვს, არ ვარ ბედნიერი იქ, სადაც ვარ. ადამიანო, შეცვალე. ადე კიდე წადი. ადე კიდე გამოცვალე, გამოიცვალე. დატოვე ის ტერიტორია, რაც არ მოგწონს, ვინც არ მოგწონს. ის გარემო. შეიცვალე, სტილი არ მოგწონს, შეიცვალე. გრძელი გინდა, მოკლე არ მოგწონს და გრძელი გინდა, ჩაიცვი გრძელი. გრძელი გაქვს და არ მოგწონს, ჩაიცვი მოკლე. იმის არ იყოს, მეგობრებო, ახლა. ვარ დავკონკრეტდები, შეცვალე ის, რაც არ მოგწონს. იბრძოლე, არ დაემალო არავის, არაფერი არ გაქვთ დასამალი, მეგობრებო. დუემალებით ნურავის, დასამალი არაფერი არ გაქვთ. დაისვენეთ, დამალვით, დაემალებით. დაისვენეთ ცოტა ხანი, მოიკრიბეთ ძალა და გადით ხალხში გაერიეთ. გადით გარეთ, მეგობრებო. საკუთარ თავს ნუეკონფლიქტებით. ფული დღეს არ გვაქვს, ხვალ გვექნება. ხო, რა პრობლემაა? ოფიციალურად უნდა გადაწყვიტოთ, მეგობრებო. ან რჩებით იქ, სადაც ხართ, ან მიდიხართ. საბოლოოდ ან იქეთ, ან აქეთ. აი ეს გადაწყვეტება ზუსტად. რა გადაწყვეტება? ყველაფერი ისე გადაწყვეტება, როგორც თქვენ ისამთ, მეგობრებო. თქვენც უნდა შეუწყოთ ხელი თქვენს მომავალს. ხო. ვინც არ რისკავს, ის არ სვამს შამპანურს. ამას გეუბნებათ კარგი ეს რჩევა. ხო. აი ეს ურთიერთობა. განქორწინება გინდათ, განქორწინდებით. აი წეღან რაც ვთქვი. ბევრი განქორწინდება, მეგობრებო, ბევრი ხა ყველას გაშოროთ, მაგრამ თუ დასასრულებელია ეს ურთიერთობა და გაუგებრობა გაქვთ, განქორწინება მოხდება, იცოდეთ. კი. აი დასასრული, ათიანების მონეტა, ეს ხვავის ბარაკის ოჯახის დაცულობის კარტია და ურთიერთობის დაშლა, მეგობრებო. ასე რომ, კიდაღამ ცეცხლი გავუკიდე ახლა მე ამ ყველაფერს. ასე რომ, ჩემო მეგობრებო,
დასამთავრებელი დამთავრდება. გამოიყენეთ თქვენი შანსი და შესაძლებლობები, კარგი გეუბნებათ. აქ მაჩვენებს, რომ ვინც აქამდე შანსს ვერ იყენებდა, ვინც აქამდე თავის ნიჭს ვერ იყენებდა, ვისი ნიჭი გაქვთ, ამ ყველაფერს გამოიყენებთ, ყველაფერი შეიცვლება. ვერ იყენებდით, გამოიყენებთ, ვერ ამთავრებდით, დაასრულებთ. ვერ რიგდებოდით, შერიგდებით. ანუ სიტუაცია შეიცვლება, ასე იყო, ისე იქნება, ისე იყო, ასე იქნება. მეგობრებო, ხო. აი, გამარჯვება. იმდეს იზამთ, მეგობრებო, ხო, წარმატება და გამარჯვება. მეგობრებო, თქვენი უახლოესი მომავალი, რა სიახლეებს უნდა ელოდოთ, გამარჯვებებს უნდა ელოდეთ, წარმატებებს უნდა ელოდეთ, ყველაფერ კარგს უნდა ელოდოთ. უნდა ელოდოთ იმას, რომ ამ სირთულეებს, ამ პრობლემებს, ამ სიძნელებს ახალ წლამდე თქვენ გადალახავთ, გამოინათებს თქვენთან და იმ მომდევნო ახალ წელს დაიწყებთ უკეთესი გაახლებული ენერგიებით და შესაძლებლობებით. ხო, მეგობრებო, ეს გამარჯვების კარტია. ეს მოლაპარაკებების კარტია. სირთულეების გადალახვის კარტია, გამარჯვების კარტია, წარმატების კარტია. ხედავთ, რაც აწერია. ხო. ასე რომ, არი ნერვიულოდ, ეს ყველაფერი, ეს გაუგებრობა, ეს რაღაც სირთულეები ტყუილ უბრალოდ არ ხდება ჩვენ ცხოვრებაში. ყველაფერს აქვს დასასრული ამას. ამიტომ ჩემო ძვირფასებო არაფერზე არ ინერვიულოდ. რაც ხდება, ტყუილად არ ხდება. ყველაფერი ხდება რაღაცისთვის. საჯაროა კი. მეგობრებო, ასე რომ გაიხარეთ. მოდი მაინც უნდა ვკითხო კარგს, თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამისთვის. თუ არის რჩევა თქვენთვის, რასაც კარგი გეტყვით, რომ გაითვალისწინოთ. რჩევა საყაროდან თქვენ ამ შემთხვევაში. რა უნდა გავითვალისწინოთ, მაგალითად. მეგობრებო, რა უნდა გაითვალისწინოთ და ის არის, რომ არავითარ შემთხვევაში პირდაპირ ვიტყვი. არავითარ შემთხვევაში საკუთარ თავს არ მიცეთ იმის უფლება, რომ რაღაც საკუთარ თავს არა, ადამიანებს არ მიცეთ უპატიოსნო თამაშის უფლება, ნდობლობა, აი რაღაც რომანტიული ინტერესები, ეს გამორიცხეთ, მეგობრებო. რა უნდა გაითვალისწინოთ და აი ეს, რომ აი ესეთნაირად რაღაცად ხო, უნდა გაითვალისწინოთ. ხო, ნახეთ, მეგობრებო, ეხლა ზუსტად გეტყვით პასუხს. რა უნდა გაითვალისწინოთ და ის, რომ რაღაცის ინტერესით, აი ამ უპატიოსნო თამაშით, მეგობრებო, თქვენი ცხოვრება არა აწყოთ. და ვერა აწყობთ. ცუდად არ გამიგოთ, რასაც ვსაუბრობ. ანუ ხვდებით ხო, არც სხვას უნდა მიცეთ ამის სარგებლობის უფლება თქვენთან მიმართებაში. ამის უფლება არავის არ მიცეთ. თქვენ რო არაკადრებთ ამას სხვას, მე ძალიან კარგად ვიცი. და არც სხვას არ უნდა მიცეთ ამის უფლება, რომ თქვენი უპირატესობით, თქვენი წარმატებით ვიღაცამ თავისი ცხოვრება მოიწყოს. ეს არის სრული უნდობლობა, მეგობრებო. რა უნდა გაითვალისწინოთ? ხო, უნდა მოკვეთოთ ესეთი რაღაცები თქვენი სიტუაციიდან. არ უნდა დათანხმდეთ ადამიანებს აი ესეთ ზედაპირულ ურთიერთობაზე, ზედაპირულ მეგობრობაზე, აი თუნდაც მეგობრობაზე, აი ზედაპირულ ურთიერთობაზე, თუნდაც ურთიერთობა მანძილზე, პლატონური მეგობრობა, პლატონური სიყვარული, პლატონური ურთიერთობა. ეს არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ. გამორიცხეთ ეს არჩევა, დანარჩენები უფალს მიანდეთ და ყველაფერი იქნება აი ისე, როგორც თქვენ გჭირდებათ.
დანარჩენზე არიღევლოთ, ხო? სამკვრივი სიყვარული ძალიან რთულია, ასე რომ ერთადერთი ისაა, რომ მე ვხედავ, რომ აქ გამოდიხართ ამ სიტუაციიდან და რაღაც ახალი იწყება თქვენ ცხოვრებაში. ახალი სიყვარული, ახალი გამარჯვება, ახალი გრძნობები და დიდი გრძნობები, მეგობრებო. აი ზუსტად, მეგობრებო. სიახლეები, ელოდეთ სიახლეებს. რა თქმა უნდა ელოდოთ, მაგრამ ეს სიახლეები თქვენთან რომ შემოდის და შემოსვლას დააპირებს, მეგობრებო, ესეც არ დაუდგეთ. ადამიანები, როდესაც დაიწყებენ ახლა თქვენ ცხოვრებაში შემოსვლას, მეგობრებო, უცებ არ კრათ ხელი. გაიცანით და მეგობრდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მიხვდებით უკვე ადვილად საუბარში ამ ადამიანთან ღირს თუ არა მეგობრობის გაგრძელება. თუნდაც ეს მიწერ-მოწერა, თუნდაც საუბარი, დროს კარგვა, ყველაფერში თქვენ მიხვდებით. მაგრამ მე ვხედავ, რომ წინ მიდიხართ. იმიტომ რომ აქ ვხედავ ტრიუმფს, ეს არის გამარჯვება, მოინდომოთ უნდა მეგობრებო. ხო. ცოტა ინიციატივა მაინც გამოიჩინეთ ადამიანთან საუბრის, გაცნობს. ადამიანს გაცნობას არაფერი თავი არ სკება. ასე რომ გაიცანით. რა პრობლემაა? ხო. ცოტა საკუთარ თავთანაც უნდა იმუშაოთ, ნახეთ? რაღაც პერიოდი მაინც საკუთარ თავთანაც უნდა იმუშაოთ. გამბედაობა გამოიჩინოთ, მეგობრებო. რა პრობლემაა, სირცხვილი არ არის. მესმის ეს წარსული გამოცდილება, მაგრამ ხო, რას ვიზავთ ახლა? სამაგიეროდ უფრო ფრთხილები ხართ ახლა და იმდენად აღარ შეცდებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა სულ ჩაიკეტოთ და ადამიანები აღარ გაიცნოთ. ადამიანები მიდიან თქვენი ცხოვრებიდან, მაგრამ ახლები უნდა შემოუშვათ. ხო, არჩევანის გაკეთებაა. არჩევანის გაკეთება, მეგობრებო. თქვენ ისწავლეთ არჩევანის გაკეთებას. ცუდი გაგებით, არა, კარგი გაგებით, მეგობრებო. ხო. ერთი სიტყვა კიდე. ხო, ძალიან ნერვიულობთ, ხამის უძილობა გაქვთ ფერს. მოკლედ რაღაცა პერიოდი თქვენ არ ხართ ამისთვის მზად, მაგრამ კარგი გეუბნებათ, რომ მიიღეთ ახალი ადამიანები, გაიცანით ახალი ადამიანები. ეს წარსული რომ მიდის, რაღაცით უნდა ჩაენაცვლოს, ამიტომ სამყარო გეუბნებათ, რომ გაიცანით. გაიცანით, ეს სიახლეებს შემოიტანს თქვენ ცხოვრებაში. ასე რომ უნდა გაიცნოთ, მეგობრებო. ხო. მოკლედ, ესეთ იყო ტაროს რჩევა თქვენ. ეხლა მინდა გადავიდე. მოდი ჯერ მადლობას გეტყვით ყველა ჩემო ძვირფასებო, უღმესი მადლობა ყველას. აი იმ სითბოსთვის და ყურადღებისთვის, რასაც ჩემს მიმართიჭეთ, აი გაიხარეთ, უღმესი მადლობა ყველას. მადლობა უფალს და სამყაროს, რომ მე თქვენთან ერთად ვარ. აი უფალს და სამყაროს აი არის საზღვრო მადლიერება მაქვს მათთვის, რომ აი კი ნამდვილად რაც მე ეს დავიწყე, ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა, მეგობრებო. აი გარწმუნებთ. მოდი ვკითხოთ ახლა ასტრაბარათებს, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ახალ წლამდე. აი რა არის ის, რასაც გვეტყვის ასტრაბარათები, რა უნდა ვიცოდეთ? ხო, ეს არის მიჯაჭვულობა, მეგობრებო, ეს არის კარგიც და ეს არის ცუდიც. მაგრამ ყურეთ, რაც იყო აქამდე ცუდი, შეიცვლება კარგით. აი პასუხია ესეთი ამ ერთი კარტით. ამ ერთი ბარათით. კიდევ შეიცვლება კარგით. კიდევ ხო, მეგობრებო, ნახეთ. ბევრი თქვენთაგანი შეიძლება გადაწყვეტოს, ბევრმა თქვენთაგანმა შეიძლება გადაწყვეტოს სამოგზაუროდ წასვლა, რაღაცის შეცვლა, გარემოს შეცვლა. აი სამყაროში შეიძლება ძალიან გიყვარდეთ, ბევრ შეიძლება მოგზაურობა, გადაადგილება. ხო, ამაზე იფიქრებთ. კი, ამაზე იფიქრებთ. კიდევ რა უნდა იცოდეთ?
რაღაც ახალს წამოიწყებთ, რაღაც ახალს გახსნით, ბევრი რაღაცას ისწავლის, ხო, ბევრი რაღაცას დაგეგმავს, შეიძლება წასვლა დაგეგმოთ სადმე, გადაადგილება დაგეგმოთ სადმე, მეგობრებო, კი, ცხოვრების სტილი შეცვლა დაგეგმოთ, ხო, კიდევ რა, ახალს დაიწყებთ ყოველ შემთხვევაში, ახალზე იფიქრებთ, კიდევ რაო, ხო, ძალიან მეგობრულები ხართ, ძალიან ისეთი ყურადღებიანები ხართ, ბევრი ადამიანებს გაიცნობთ, ეს არის ტოლერანტობა, ხალხმრავლობაში აღმოჩნდებით, ან ხალხმრავლობაში მოხვდებით, ადამიანებს გაიცნობთ, სხვადასხვა ეროვნების შეიძლება იყოს ისეთი ადამიანების შემოვლენ, აი თქვენ საერთოდ არასოდეს არ გქონიათ შეხება ფერის და რასის მიუხედავად. ამაზეც გავამახვილებ ყურადღებას კი. რას უნდა ველოდოთ? რას სიახლეებს უნდა ველოდოთ? ხო, მეგობრებო, ნახეთ, დააკვირდებით ყველას და ყველაფერს თქვენ, რას სიახლეებს უნდა ველოდოთ და ყურადღებით იყავით. ამბობს ეს შეიძლება გაფრთხილებათაც მიიღოთ. რადგან უკან კატა, მეგობრებო, კატა ცოტა სიეშმაკეა, ამიტომ მაინც ფრთხილად იყავით. ყურადღებით იყავით, მეგობრებო, ყველაფერთან. აქ ხელს რაზე მოაწერთ, ყურადღებით წაიკითხეთ, გაეცანით. რომ მერე საპრობლემო არ დაგრჩეთ. მე მაგალითად დამირჩა საპრობლემო ეს. საბუთების გაკეთება რო დავიწყე, იქ 100 შეშლილია ჩემო ძვირფასებო, ამიტომ კი დააკვირდით კარგად ამ ყველაფერს, რომ მერე საწოლებელი არ დაგირჩეთ. საბუთებთან დაკავშირებით, ხელის მოწერასთან დაკავშირებით, გაეცანით კარგად და მერე მოაწერეთ ხელი. ნახეთ, აქ ორი კალამი უკავია, ორი კალამი კერა და შეიძლება 3-ცა, მეგობრებო. აი ხო გეუბნებით, რაიმე საბუთებთან დაკავშირებული თუა, თუ რაიმე საბუთს ელოდებით, თუ რაიმეს პასუხს ელოდებით. მე მაგალითად საბუთს ველოდები კიდევ. აი პერმესოს რო ვეძახით იტალიურად, ხო, აი იმას ველოდები და ანუ ხო გეუბნებით, საბუთში არასწორად წერია 1 ბგერა, რომელიც ცვლის ჩემს ერთ-ერთ რაღაც დანიშნულებას, სადაც არის შეცდომა. ხო, კარგად დააკვირდით. მე არ დავაკვირდი და შეცდომა მაქვს. კარგით. კიდევ რა არის, ერთი წუთით ვერიფიკაციას მთხოვს დაველოდები და გავაგრძელებ, მეგობრებო. 1 წუთით. აი მოვახერხე. კიდე რა არის, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? ხო, აი იმ სიახლეებს, რომ საზღვრებს დააწესებთ. ესე, ხო, ეს ისედაც დავინახე, რომ უკვე გააქვთ დაწესებული და დააწესებთ. ხო, მაინც საჭიროა სიფრთხილეს თავი არ სტკივა. თუმცა ეს იმას არ გვაუწყებს, რომ საერთოდ ჩავიკეტოთ. ესეთათაც არ ჩაიკეტოთ, მეგობრებო. აი ესეთლად შემოღობა არ შემოღობოთ. ისე არ შემოღობოთ, რომ აი ფეხის დასადგამი ადგილიც არ დაგრჩეთ აქ თქვენთვისვე. ძალიან არ ჩაიკეტოთ, ძალიან არ მოგივიდეთ. ხო, ზედმეტი არ მოგივიდეთ საკუთარი თავის ჩაკეტვა, ამის თქმა მინდა, თორემ რაღაც საზღვრები შეიძლება ადამიანმა დააწესოს, მაგრამ ისე არა, რომ საკუთარ თავს ზიანი მიაყენოთ. ხო, ესეც არა. და კიდევ ერთი, მეგობრებო. რა სიახლეებს უნდა ელოდეთ და ყველაზე ბოლო არის ძალიან მაგარი, რაც არის ყველაზე ბოლო, ორმხრივ სიყვარულს, ორმხრივ გრძნობას, ორმხრივ ემოციას, სადაც ორივე პარტნიორიდან იქნება ეს. ეს არის გრძნობა ორმხრივი, ძალიან მაგარია ბოლო. ეს ბოლო ძალიან მაგარია. ელოდეთ ამას. აი ეს აქ ტყუილად არ დაგდები. მეგობრებო.
მეგობრებო, ორმხრივი გრძნობა, ორმხრივი სიყვარული, ორმხრივი მეგობრული სიყვარული, ურთიერთობა, სადაც ორმხრივი იქნება, რაც არ უნდა იყოს, ორმხრივი იქნება. რასაც გასცემთ, იმას დაიბრუნებთ და რასაც მოგცემენ, იმასვე დაუბრუნებთ. ანუ თქვენ იცით ბალანსი. ასე აი როგორებიც ხართ თქვენ, აი ისეთივე გრძნობას ელოდეთ ჩემო ძვირფასებო. ორმხრივი. ამას ელოდეთ. ელოდეთ ორმხრივ სიყვარულს. რა სიახლეებს უნდა ველოდოთ, ჩვენი დღევანდელი თემა. ელოდეთ ორმხრივ გრძნობას. სიყვარულს, პარტნიორობას, სადაც იქნება ორმხრივი. აბატონო, ძალიან მაგარია. უმაგრესია. მე ძალიან მოწონს. ძალიან დადებითი პასუხია მაინც ბოლო. აი ჩემო ძვირფასი, მინდა გითხრათ საყვარელი ფოტოა. აბატონო. კი, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ელოდეთ ამ სიახლეებს, გულით გისურვებთ, აი ზუსტად, რასაც ელოდებით აქამდე, რაც გულით გინდოდათ აქამდე, რასაც ოცნებობდით აქამდე, თქვენ არ ოცნებობდით ფულზე. ნახეთ, თქვენი ოცნება არ იყო ფინანსები, თქვენი ოცნება არ იყო სიმდიდრე, ქონება, აი ბინა, მანქანა, არა. თქვენ თუ გაგაკვირვებთ ადამიანი თავისი ურთიერთობით, ყურადღებით და აი ამ მეგობრობით, გულმართალობით, ალალმართალობით, თორე თქვენ არ ხართ ის ადამიანები, ვისაც ფულით მოისყიდიან. თქვენ არ ხართ ის ადამიანები, ვისთვისაც ფული, ქონება, სიმდიდრეა მნიშვნელოვანი. თქვენ არ ხართ ეს, თქვენთვის მნიშვნელოვანი. თქვენ თუ გაგაკვირვებთ ადამიანი ყურადღებით, ურთიერთობაში ერთგულებით, დაფასებით, ხო, აი ამით გაგაკვირვებთ ადამიანი და ზუსტად აი ამას ელოდეთ, ზუსტად ორმხრივს მეგობრებო. ელოდეთ ზუსტად თქვენნაირ ადამიანს. თქვენნაირ ადამიანს ელოდეთ. დაგაგვიანდა, მაგრამ არა უშავს. 32. რა დაგარქვა არ ვიცი, სახელიც არ გიწერია რიცხვით, როგორ მოგმართო. ხო, სახელები მაინც რაღაც დაიწერეთ, მეგობრებო. მათემატიკის გაკვეთილზე ხო არ ვართ? ნინი. ხო, მაგრამ ეხლა მე ესე უცებ საიდან მოვიტანო თქვენი სახელი? მიაწერე იმ 32-ის გვერდით ნინი. ვაიმე, შერა გითხარი. რაში დახარჯე ეს ფული? ხო დაგაფსო და დაგაქცია. ეს 32 ლარია თუ 32,000? რომელია? ა? 32 ლარია თუ 32,000-ია? 15,000 მინიმუმ. ჩვენ ვიყოთ კარგად და ფული ხვალ იქნება, დღეს არა ხვალ იქნება. დღეს გვაქვს, ხვალ არ გვიქნება, ასე რომ. ხო, არი ნერვიულოთ მეგობრებო. თავარია ჯანმრთელობა გქონდეს, ანუ რას ვამბობდი, კიდევ გავიმეორებ. თქვენთვის არაფერი არაა ფასეული, რამდენადაც ადამიანობა. აი ზუსტად ისეთ ადამიანს შეხვდებით, რომელიც თქვენ გინდოდათ, როგორიც თქვენ გინდოდათ. ზუსტად თქვენნაირს, მოდი ასე ვიტყოდი. თქვენნაირ ადამიანს შეხვდებით. აი ადამიანს, აი მეგობრებო, როგორ დაემთხვა უბრალოდ ნახეთ. აი თქვენნაირი ადამიანი, ცეცხლი არ გამოკიდო, მეშინია ისე მაქვს სამთელთან. აი თქვენ და თქვენი ადამიანი. ხო. რაღაცით ემგავნებით ერთმანეთს. ყურადღებით, ურთიერთობის ფასით. ადამიანს, რომელსაც იცოდინება თქვენი ფასი,
ადამიანს, რომელსაც ეცოდინება რა არის ურთიერთობა და როგორ უნდა იმუშაოს ამ ურთიერთობაზე, აი როგორც თქვენ იცით, ისევე ეცოდინება მას. ესე ხელი-ხელ ჩაკიდებული საპასუხო იქნება მისგან თქვენგან გაცემული ყურადღების მეგობრებო. რასაც გასცემთ, იმას დაგიბრუნებს და რასაც მოგცემთ, იმას დაუბრუნებთ თქვენ ისედაც ვიცი. ასე რომ ერთნაირები მეგობრებო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო დღევანდელი ჩვენი ლაივი. ძალიან საინტერესო დასასრულით და გულით, სულით და მთელი არსებით გისურვებთ ამ ყველაფერს, თქვენი ოცნებების და სურვილების ახდენას, იმ თქვენი გულის ადამიანის შემოსვლას თქვენ ცხოვრებაში, რასაც აქამდე ელოდებით, აი ამ ყველაფერს გულით გისურვებთ. რაც მე თქვენთვის მინდოდეს, მეგობრებო და მინდა, აი უფალმა ის დამიბრუნოს მე. აი ის მარგუნოს მე, რაც თქვენ გისურვოთ. აი ესე მეგობრებო, გულით, სულით, მთელი არსებით. ასე რომ გისურვებთ ბედნიერებას და აი თქვენი გულები ყოფილიყოს მუდამ ბედნიერები, მუდამ გახარებულები, მუდამ მეგობრულები. არ დაგეკარგოთ ეს განწყობა, რაც მთავარია. დანარჩენი ყველაფერი იქნება. მე კიდევ გემშვიდობებით და მშვიდობიანი ღამე ყველას. ბედნიერი დილის გათენება, უღრმესი მადლობა ყველას ერთად ყოფნისთვის. გაიხარე, უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა. ნინი. ასე რომ მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, მშვიდობიანი ღამე, ღამე ნების და მადლობა თქვენც ასევე. ყველა თითოეულ თქვენთაგანს. მე კიდევ გემშვიდობებით აბა შეხვედრამდე.